მიკის ისტორია. როგორ გახდა პინგვინი ბაღვაშის დელფინარიუმის ვარსკვლავი 1976 წლის გაზაფხულზე, უფრო ზუსტად 27 მარტს, გაზეთმა კრასნოე ზნამიამ მკითხველი საინტერესო ამბით გაახარა. ბაღვაშის დელფინარიუმში უჩვეულო სტუმარი დასახლდა, პინგვინი სახელად მიკი. ეს ბუმბულიანი ბინადარი დაახლოებით 7 ან 8 წელი გაატარა ზღვისპირა ქალაქში, ბაღვაში და ქალაქის ნამდვილ თავისუფალ მოქალაქედ იქცა. მიკი თავისუფლად დახეტიალობდა ქუჩებში და მისი გამოჩენა ნამდვილ სიხარულს და სიყვარულს ანიჭებდა ყველა ბაღვაშის მაცხოვრებელს. მაგრამ როგორ აღმოჩნდა ეს ეგზოტიკური მოგზაური ჩვენს რეგიონში? 1970-იანი წლების ერთ დღეს, ბაღვაში ერთ-ერთი ტრალერი ოკეანეში თევზაობდა. როდესაც ეკიპაჟი ბადეებს ასწევდა, მათ მოულოდნელი სანახაობა დახვდათ. ნადავლიდან გამომდინარე, გემზე სამხრეთის ზღვების ბინადარი შავთეთრი პინგვინიც ამოვიდა. მეზღვაურებმა ბუმბულიან მოგზაურს გემზე დროებითი თავშესაფარი მისცეს. მშობლიურ ბაღვაში მოგზაურობის განმავლობაში ისინი სიყვარულით კვებავდნენ და იცავდნენ თავიანთ უჩვეულო მგზავრს. თუმცა ბედს სხვა გეგმები ჰქონდა. პორტში დიდი ხნის ნანატრ დაბრუნებამდე ცოტა ხნით ადრე, ტრალერის კაპიტანი გარდაიცვალა და მისმა ქვრივმა გადაწყვიტა, გადარჩენილი პინგვინი დელფინარიუმის მზრუნველ ხელში ჩაებარებინა. ჩვენი პინგვინი, სამხრეთ ამერიკის მკვიდრი და სიცივის მოყვარული, იდეალურად ეგუებოდა ბაღვაშის სუბტროპიკულ კლიმატს. მას უმაღლესი დონის მოვლა უტარდებოდა და დელფინარიუმში მისი გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდავი იყო. იმდენად რომ ზოგჯერ ქალაქში მოკლე ექსკურსიებს ატარებდა და ადმინისტრაციას მისი უსაფრთხოების მოთხოვნით შეშფოთებული მაცხოვრებლების ზარების მიღება უწევდა. თავიდან დელფინები ფრთხილობდნენ ახალი ბინადრის მიმართ, თავს იკავებდნენ და ნადავლი არ უზიარებდნენ. თუმცა დროთა განმავლობაში მათ მეტი ნდობა გამოავლინეს. მოუხერხებელი, მაგრამ ამაყი პინგვინი შთამბეჭდავი ნისკარტით, მან მოახერხა მათი პატივისცემის მოპოვება. თავისი წარმოდგენების დროს მიკი ყოველთვის აღაფრთოვანებდა მაყურებელს. ის შოუს შუაში ჩნდებოდა და, მათი გასაკვირად, დელფინებისთვის განკუთვნილ თევზს იპარავდა. ზაფხულში პინგვინი სიცხისგან თავშესაფარს ჩრდილოვან ადგილებში, ყველაზე ხშირად მანქანების ქვეშ ეძებდა. ყველა მძღოლმა იცოდა მისი ჩვევის შესახებ და ყოველთვის ამოწმებდა, რომ დაუპატიჟებელ სტუმარს მათი მანქანა არ დაეკავებინა ძრავის ჩართვამდე. პინგვინს აუზში დელფინებთან ერთად ცურვის უფლება მისცეს. ერთ დღეს, როდესაც დელფინარიუმი ზღვაში იცლებოდა, ის შემთხვევით ღია წყალში აღმოჩნდა. თუმცა ზღვის შეშინებულმა პინგვინმა ნაპირისკენ გაცურა, სადაც მას პერსონალი დახვდა და უკან დააბრუნა. ამასობაში ერთ დღეს მიკი გაუჩინარდა. პიონერსკის პარკში მოძრავი ზოოპარკის წარმომადგენლებმა ადრე რამდენჯერმე სცადეს მიკის ყიდვა, მაგრამ კატეგორიული უარი მიიღეს. მოგვიანებით, თვითმხილველების თქმით, პინგვინი ზოოპარკის ერთ-ერთ ექსპონატში ნახეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის მოძრავი ზოოპარკის თანამშრომლებმა მოიპარეს.